დღევანდელი სიტუაცია უმძიმესია ალბათ საქართველოს ისტორიისთვის და სანამ ჩვენ განხილვის თემაზე გადავალთ და ჩვენი თემის დღევანდელი სათაური პირობითად იქნება ქართული სოფელი, მინდა გითხრათ, რომ აი ეს დღეებია საქართველოს უძველესი ისტორია დაწყებული მართლაც უხსოვარი დროიდან დღემდე კიდევ ერთხელ გადავიკითხე, გადავათვალიერე და ვერსად ვერ ვიპოვე ისეთი მომენტი, სადაც საქართველოს ხელისუფლება, ანუ ქართველი მეფეები, მიუხედავად იმისა, ისინი მაჰმადიანები იყვნენ თუ ქრისტიანები, რომ სამშობლოს მიწაწყალს ყიდიდნენ. შეიძლება მტერს ხარკად აძლევდნენ ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს, თვალმარგალითს, ოქრო ვერცხლს, ჯიშიან ცხენებს, საქონელს და ასე შემდეგ, პროდუქტებს და ასე შემდეგ, ხორბალს და ასე შემდეგ, მაგრამ საქართველოს ისტორიაში მე ვამბობ უძველესი დროიდან, აი სადღაც მე-19 საუკუნემდე არ ფიქსირდება არსად, რომ ქართული ხელისუფლება მიწას აძლევდეს მტერს, ფულის სანაცვლოდ ყიდიდეს ქართულ მიწაწყალს. არის ესეთი მომენტი, როდესაც 1605 წლებში შაჰ აბასი ვერაგულად კახეთის მეფე ალექსანდრეს წაართმევს კაკენისეს და სამაგეროდ რაღაცა ჯამაგირს უნიშნავს და ფაქტიურად ქართველი მემატიანე, ისტორიის მემატიანე წერს, რომ საქართველოს მოერღვა ამითი სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვრის კარი. აი გულის ტკივილით და ამას თვითონ ალექსანდრე მეფეც განიცდის ქართველობას და ცდილობენ ამ მიწაწყლის დაბრუნებას. სხვა შემთხვევაში და ეს არც ის შემთხვევაა, რომ აი გაყიდა თავისი მიწაწყალი რაღაცის სანაცვლოდ, მით უმეტეს, როგორც ეს იდიოტები არქმევენ ინვესტიციას, ფასად სამშობლო გაყიდულიყოს ქართული ხელისუფლების მიერ. რა თქმა უნდა, არც ბოლშევიკურ ეპოქაში ეს არ მომხდარა. ახლა გამძიხლაპია მენშევიკებმა რაც წაიღეს აქედან ქართული საგანძური, ეს კიდე სხვა პრობლემაა, მაგრამ საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, რომ ასე მასიურად ქართულ მიწაწყალზე, ქართული სოფლების მახლობლად სოკოებივით გაჩენილიყოს უცხოური დასახლებები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა, რომელსაც ჯერ ბინადრობის უფლებას, მერე მოქალაქეობასაც აძლევს ჩვენი ხელისუფლება და ესე ისტორიულ ადგილებში ეს იქნება ბაზალეთის ტბა, ეს იქნება კოჯორი ტაბახმელა, ეს იქნება სოფელი წინარეხი და ქვათახევის მონასტერი, ეს იქნება სამთავისის დედათა მონასტრის მახლობლად, ეს იქნება კახეთში ჯუგაანი თუ ეს იქნება წეროვანი, ესე ნელ-ნელა მასობრივად ხდებოდეს სხვა ერის, სხვა კონფესიის ხალხის დასახლება ქართულ მიწაწყალზე, ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყულ მიწაწყალზე. ეს არის სამშობლოს ღალატი, ეს არის ქვეყნის გაყიდვის პროცესი, ეს არის ქართველი ერის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულების შემადგენელი მთავარი ნაწილი. აი ეს უნდა ითქვას ღიად და ვინც დღეს ამ ქართული მიწაწყლის გაყიდვას უჭერს მხარს, ის არის ერის მოღალატე და შადიმანის და იუდას გზაზე მავალი პიროვნება. ვინც არ უნდა იყოს თანამდებობრივად, ვინც არ უნდა იყოს პროფესიით, აი ეს წალსახად მინდა ვთქვა. ხოლო დღევანდელი ჩვენი პრობლემა შეეხება სწორედ ქართულ სოფელს, რომელიც არის საძირკველი ქართული საზოგადოებისა, ქართული ეკონომიკისა, ქართული სოფლის მეურნეობისა, ქართული თუ კულტუროლოგიურ სფეროში გადავართ, ქართული ფოლკლორისა, ქართული არსისა და ცნობიერებისა. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენდა
დღემდე ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა რომ ქართული სოფლის სტატუსი განსაზღვრულიყო, რომელიც სხვათა შორის მიშა სააკაშვილმა გააუქმა 2007 წელს და იმის მერე ქართულ სოფელს თავისი სტატუსი არ გააჩნია. არადა თუ ჩვენ ისტორიას ვახსენებთ და გადავხედავთ ისტორიას, ძველად ყველა ქართულ სოფელს ყავდა თავისი მახში, თავისი ხევისბერი, თავისი მამასახლისი, რომელსაც სოფელი უჯერებდა, იყო სოფლის სათათბიროები, სადაც სოფლის ბრძენკაცები წყვეტდნენ იმ საჭირ ბოროტო საკითხებს, რა თქმა უნდა, ლოკალურ საკითხებს, რომელიც აი ამ სოფელს ეხებოდა. სამწუხაროდ დღეს სოფლის გამგებელს, ეგრეთ წოდებულ გამგებელს ნიშნავს რაიონის გამგებელი. არავითარი დამსახურება შეიძლება ამ კაცს არ გააჩნდეს თუ ქალს, შეიძლება იყოს ძირ გავარდნილი ვიღაცა შემთხვევით მოხვედრილი ამ თანამდებობაზე, ამორალური პიროვნება 1000 ღობეყორეზე გადამხტარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და როგორი დიდი სოფელიც არ უნდა იყოს ეს იქნება სოფელი ქვემოჭალა, ეს იქნება სოფელი მუხრანი, ეს იქნება სოფელი მარტყოფი, ეს იქნება სოფელი ლამისყანა, ეს იქნება სოფელი კალთისხევი თუ სოფელი აღაიანი თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, თუ სხვა სოფლები. იგივე სოფელი ჯუგაანი ერთი კაცის მიერ დანიშნული, რა თქმა უნდა, პარტიული ნიშნით დანიშნული ადამიანი განაგებს ამ ყველაფერს. ყველაფერზე ხელის მომწერი. ყველაფერზე ხელის მომწერი, რადგანაც იგი დანიშნულია და იგი იცავს არა თავისი სოფლის მოსახლეობის ინტერესებს, არამედ იმის ინტერესებს, ვინც დანიშნა. აი ამ თემაზე გვექნება საუბარი და მე მინდა ახლა სიტყვის ალავერც ჩემს მეგობართან, დათოსთან გადავიდე გალეგაშვილთან, რომელიც თავის აზრს მოგვახსენებს აი ამ კუთხით. გმადლობთ ბატონო ვაჟა. ბატონო ვაჟასთან ერთად ბევრი გადაცემა წავიყვანე და იქ ჩვენ დავსვით დიაგნოზი. ის რაც ქართულ სოფელს დამართა ბოლო ორმა ხელისუფლებამ, ნაციონალურმა მოძრაობამ და ქართულმა ოცნებამ. ის რაც დაიწყო ნაციონალურმა მოძრაობამ, გააგრძელა და ახლა უმატებს კიდევ ქართული ოცნება. ეს არის გაყიდვა იმისა, რისი გაყიდვაც არ შეიძლება. ჩვენ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ბევრჯერ გითხრა, ორი მისი გამოსვლა ამ გადაცემის დასაწყისში გადის. ილია მეორე ბრძანებს. არ შეიძლება, არავის არ აქვს უფლება, არც მეფეს, არც პატრიარქს, არც ქვეყნის მმართველ ხელისუფალს, რომ გაყიდოს მიწა. ეს არის ხელშეუხებელი. თუ კი ეს ხელისუფლება ეკლესიაში მიბრძანდება, უსმენს პატრიარქს ან სხვა მიტროპოლიტებს, ესაუბრება, ვითომ პატივისცემას გამოყატავს, ამას რატომ არ უჯერებთ? ფარისევლები არიან და ეს როგორ შეიძლება? პატრიარქი არ არის ერთი დამოუკიდებელი ადამიანი. მას კურთხევა აქვს, საფრთხო კურთხევა, რომ მარტო მას შეუძლია ზოგიერთი რამის თქმას კი. შეიძლება მიტროპოლიტმაც კი არ ჰქონდეს მას ამის უფლება, არც აღლაპარაკობს სხვა სასულიერო პირებზე. პატრიარქს საფრთხო კურთხევა, ხელდასხმა გააჩნია და მარტო მას ისეთ თქმა შეუძლია, სწორედ იმას გვეუბნება, რომ არ შეიძლება, არავის არ აქვს ამის უფლება. რატომ არ აქვს ამის უფლება არ აქვს? ბიბლიაში მოყვანილია ფაქტი, ჯერ კიდევ ძველი ტრადიციული ებრაული წესებიდან გამომდინარე, თუ კი შენ მიწას გაყიდი ან სხვა რაიმეს გაყიდი, მასზე კანონიერი უფლება უჩნდება იმას, ვინც ამაში ფული გადაიხადა კაცო. და იმას ეს უფლება აღარ ჩამოერთვება უკუქმედების ძალითან, სამხედრო იზოლებით. ეს უფლება მას სამუდამოდ რჩება. მიწის გაყიდვა ნიშნავს, რომ ვინც ამას იყიდის, მას
ამ მიწას ჩვენ ვეღარ ჩამოვარცხნებთ. უფლება არ აქვს. ხომ წარმოგიდგენიათ ერთ-ერთი არგუმენტი რაც იყო ვენესუელას სპეცოპერაციის ჩატარების რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააკეთა. იქ ერთი მეორე მესამე მიზეზი, მაგრამ ბოლოს უკვე რაც გაიტაცეს პრეზიდენტი მადურო, ამერიკის პრეზიდენტმა თქვა ჩვენს კორპორაციებს ჩამოართვეს მათი კუთვნილი, თავითო რომ ფული ჩადეს ის ნავთობ საბადოების მომპოვებელი ყველაფერი რაც კიდე მეარსებობდა და ნაციონალიზაცია გაუკეთესო ამ ნავთობპროდუქტებს, რომელიც ჩვენ გვეკუთვნოდა, უყურე ფული გვაქვს, მაგაში გადახდილია. ნავთობპროდუქტი ციაღის შეურზე ლაპარაკობს დონალდ ტრამპი. და ამის გამო მან საზღვაო ალყა დაარტყა ვენესუელას. უდიდესი მაგრამ 300 მილიარდი ბარელის მფლობელ პირველ ქვეყანას სოფლიოში ამ მარაგებით 10 ჯერ ნაკლებია რუსეთს, 8 ჯერ ნაკლებია. წარმოგიდგენია, რუსეთი ცხოვრობს ამ გაზზე და ნავთობზე და ვენესუელას 10 ჯერ მეტი აქვს და 5 ჯერ მეტი აქვს, ვიდრე რუსეთს გააჩნია. იმ ქვეყანას ალყა დაარტყა და მთავარი პირობა წაუყენა. თქვენ უფლება არ ქონდათ, რაშიც ჩვენ ფული გადავიხადეთ და დავაბანდეთ, ის ჩვენთვის წაგერთმიათ. ჩვენ მაგას ბოლომდე ამოვიღებთ. მიწიდან ბოლომდე ამოღება უკვე აღარ ხდება. ის მის საკუთრება სამარაძე ჟამოთ ხდება. ეს გინდა სლავი წარმოშობისა იყოს, გინდა არაბული წარმოშობისა იყოს, გინდა აფრიკიდან მოსული ადამიანებისა იყოს, ვინც არ უნდა იყოს, მიწიდან ფულის ბიზნესად ამოღება აღარ ხდება. ის უკვე მისია საშვილიშვილით. რასაც უნდა იმას გააკეთებს. რატომ აკეთებთ ამას? რა შეღავათი გაქვთ? რას გონიათ? რას იგებთ? რა ბიზნესი ვითარდება? ამ ერთი მაგალითი მოვიყვანეთ მე და ბატონმა ვაჟამ, დიღომში რომ საცდელი მეურნეობა იყო, ბენდუგზე ხო წაიყო ჯერეს უნივერსიტეტი და ის მიწები ხო მიითვისა და ეს მიწები მე იყიდა თქვა 1000-მა ქართულმა ოჯახმა. 1000-მა ქართულმა ოჯახმა აშენა 2 სართულიანი, 3 სართულიანი სახლები, ერთი ამოტრიალება გააკეთა ამ ფულმა, იყიდეს ქვა და ღორღი, იყიდეს ცემენტი, იყიდეს სალენსი მასალა, დეღეღი გადაიხადეს და დაამთავრა 25 წლის ნაშენებულია ყველაფერი, არაფერი აღარ ხდება. არა და დიღმის საცდელი მეურნეობა ეს იყო უნიკალური ადგილი, სადაც მრავალწლიანი კულტურები, ერთწლიანი კულტურები გამოიჩნდებოდა. ამაზე სწავლას გადიოდა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის 1000-ობით სტუდენტი და ამიტომაც საქართველოში მოდიოდა საუკეთესო ბოსტნეული გინდა, ხილი გინდა, ხეხილიგის ბაღები გინდა, თუმცა ყველაზე კარგი იყო მსოფლიოში. დღეს გამე კარგი გაგოჩნია. პომიდორი გახსოვთ თქვენ კარტოფილი როგორი იყო? ვეღარ იყავით იმას თქვენ ვეღარ ასოდეს. ეხლა თურქეთიდან შემოაქვთ და იმიდან დუბაიდან და რა ვიცი, საიდან აღარ შემოაქვთ და ჩინეთიდან მოაქვთ გასული პესტიციდებით, ჩინეთიდან და იქიდან პესტიციდებით და იმით გაჯერებული და იმიტოა ეს ონკოლოგიური დაავადებები, რომ მასობრივი გრიპივით არის მოდებული საქართველოში. და ყველას უკვირს ეს იქნება საფრანგეთი თუ თურქეთი, რომ ამდენი ონკოლოგიით დაავადებული პაციენტი, რაც საქართველოშია, არც ერთ ქვეყანაში არ არის. იმიტომ რომ გააჩანაგეთ ეს სოფლის მეურნეობა, გააჩანაგეთ ქართული სოფელი შეგნებულად დაიწყო შევარდნაძის ხელისუფლებამ, სააკაშვილის ხელისუფლებამ გააუქმა 2007 წელს სოფლის სტატუსი და დღევანდელები ანადგურებენ, იმიტომ რომ ეხლა დაწყებულა მითხრეს დღეს სასაზღვრო ტერიტორიების გაყიდვა დაწყებულა. აი ჩვენი ვთქვათ ტერიტორია ჩვენი და აზერბაიჯანის საზღვარზე, ჩვენი და სომხეთის საზღვარზე, ჩვენი და რუსეთის საზღვარზე. უკვე ამ ტერიტორიებს ყიდიან. და ეს ხო არის სახელმწიფოს ღალატი, კაცო, ეს ფაქტიურად ნიშნავს, რომ შენ ქართველ ერს ანადგურებ. ქართველ ერს ანადგურებ. მე ხლა ქსენოფობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ როდესაც 1620 წლების კახეთის შემოსევების დროს შაჰ-აბასმა აყარა ძირძველი მოსახლეობა ქართული კახეთის მადლიანი მიწაწყლიდან დაიწყო იქ სხვადასხვა ელის, ოზბეგების, ყაჯართა ტომების ჩამოსახლება. რომელთა შთამომავლები დღეს იქ არიან, კაცო. ღმერთმა კარგად ამყოფოს, მაგრამ ეს ხო ცოცხალი მაგალითია იმის, რომ აი დათოს სიტყვას ვაგრძელე, რომ იმ მიწიდან შენ იმათ ვეღარ აყრი. დამთავრებულია ეს ყველაფერი. დამთავრებულია. და ამ პატარა ქვეყანას ისედაც მიწამცირედ ქვეყანას ხო? ქართველ გლეხს უჭირს თავისი მამაპაპეური მიწის გადაფორმება და შენ როგორ აძლევ ათეულობით, ასეულობით და ათასობით ჰექტარს სხვადასხვა
ერის და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, ეს იქნებიან არაბები, ეს იქნებიან ებრაელები, ეს იქნებიან ინდოელები, ეს იქნებიან ჩინელები, ეს იქნებიან თურქები. რა უბედურებაა რა არის? ესე იგი მოღალატე ხელისუფლება ხარ საქართველოს მტერი ხელისუფლება, ქართველი ერის მტერი ხელისუფლება. აი აქედან ესეთი მოღალატე ხელისუფლება კიდევ ერთხელ ისტორიას უბრუნდები. საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. ვიმეორებ კიდევ ერთხელ. თვით მაჰმადიანი მეფეები შეიძლება ქალვაჟებს და იმას ათასობით ხარკში იხდიდნენ და თვალმარგალიტი თუ ოქრო ვერცხლი თუ ძვირფასეულობას უხდიდნენ ხარკად, მაგრამ ქართული მიწაწყალის გადახდა არ არსებობდა იქ. ხარკში არ არსებობდა ეს. და თქვენ რას აკეთებთ ესე იგი? რა ამითი სახელმწიფო ძლიერდება? აი რა მშვენიერი მაგალითი მოიყვანა დათო. ეხლა იგივე მინდა გავაგრძელო, აი ეს ეხებოდა სოფლის მეურნეობის ინსტიტუტს, სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის წინდა გვერდზე მდებარე ნაკვეთებს, საცდელ ნაკვეთებს უნიკალური ჯიშები რო გამოყავდათ. ანალოგიური ხდება ეხლა ნატახტრიდან დაწყებული ფაქტიურად მუხრანამდე და მუხრანის იქით კიდევ მოგეხსენებათ ჩინური ვაზის, იგივე ჩინებული ვაზის ჯიში იყო არა, ჩაღრილი და ზვრები იყო მთელი უნიკალური შამპანურის მასალა გამოდიოდა რაღაც საოცარი. ფაქტიურად არც ერთი აღარ არის იქა. ცოტა მცირე ნაკვეთები ყავ ოკამთან და იგოეთთან დარჩენილი ამ ქართული ჩინური ვაზის და უფრო მეც ვიტყვი კაცო, უნიკალური ქარხანა, ოკმის ღვინის ქარხანა ფაქტიურად აღარ იბარებს ჩინურ იმას ყურძენს. ფაქტიურად აღარ ფუნქციონირებს. ფაქტიურად აღარ ფუნქციონირებს იმ სიმძლავრებით, რაც ჰქონდა აქ გლეხობას მიქონდა და აბარებდა ყურძენს, ხო? და ჩვენ ახლა შამპანურის მასალას და შამპანურს რატო უნდა ვეზდებოდეთ ან ესპანეთიდან, ან ევროპიდან, ან სხვა ქვეყნებიდან, როდესაც ქართული შამპანურით თავი მოგწონდა მთელი იმ დროინდელ საბჭოთა კავშირის 14-ვე რესპუბლიკაში. და ქართული შამპანური იყო ყველაზე სახელოვანი და ათასნაირი მედლების და ათასნაირი პრიზების მფლობელი. იმიტომ რომ მთლიანად წაიშალა ეს ყველაფერი, ხო? და იგივე იქ წეროვანი იქნება, ქანდა იქნება თუ სხვა სოფლები გარშემო. იქ უკვე კომერციული დანიშნულება და დათოს თქმის არ იყოს. ის იქიდან ის მოგების რაღაც 18% იხდის. და ის ქართული მიწაწყალი, გეორგია, მიწა შენ უკვე იმ შემოსავალს ვეღარ აძლევს ქვეყანას და ერიც გაღარიბებული, ანუ ეროვნული მრეწველობა დაანგრიეს, გაძარცვეს, ფაბრიკა ქარხნები აღარ არის და ეხლა სოფლის მეურნეობას და თვითონ სოფელს უღებენ ბოლოს. რა გახდა რომ სოფლის სტატუსი აღდგენილიყო, რომ სოფელს აერჩია თავისი გამგებელი. სოფელს ყოველგვარი პარტიული ზეწოლის, ყოველგვარი სამართალდამცავი ორგანოების, პოლიციის, პროკურატურის, გამგებლის თუ გუბერნატორის და ამ მთელი ამ ჯოგის მონაწილეობით არ არჩეულიყო და აი სოფელს აერჩია ღირსეული მთავარი თავისი სოფლისა, ღირსეული მამასახლისი სოფლისა, ღირსეული გამგებელი სოფლისა. შექმნილიყო სათათბირო საბჭო, აი ვაყენებთ ამ წინადადებას სოფლებში, რომლებიც სოფლების პრობლემას გადაწყვეტდა. სოფლების მიწების პრობლემას გადაწყვეტდა. სოფლების აღრიცხვის მიწის პრობლემას თუ გაქირავების თუ ამ მიწაზე რაიმეს მშენებლობის პრობლემებს გადაწყვეტდა. იმიტომ რომ იმ სოფელს ტკივა, ის სატკივარი ყველაზე მეტად და რა აქ თბილისიდან თუ რაიონის ცენტრიდან ვიღაცის დირექტივა რომ მივა. ის ოპერატიულ, ოპტიმალურ გადაწყვეტილებას ვერასდროს ვერ მიიღებს. ის ყოველთვის იქნება სუბიექტური. და ეს სუბიექტური გადაწყვეტილებებით ჩვენ კი ვხედავთ ქვეყანა როგორ იღუპება 35 წელია საქართველო ნადგურდება როგორც ქართველთა სახელმწიფო. ცისვლა არც ერთ კუთხეში არ აგვაქვს და ერთადერთი სოფლებია დარჩენილი და ეს სოფლებიც ნადგურდება. სოფლებში იხურება სკოლები. აგერ ისტორიული სოფელი ერთაწმინდა დახურეს სკოლა, იცლება.
ისტორიული სოფელი ნოსტე, გიორგი სააკაძის სატახტო სოფელი. დახურეს სკოლა, იცლება. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ ხალხო? ესწრებოდაშია რა, პაატასთავი დაკრძალული. კი, პაატასთავი, ევსტათე პლაკიდას სახელობის ტაძარში. კიდე კაი რომ ეს ტაძარი ფუნქციონირებს და იქ მამა თევდორე სისტემატიურად ატარებს წირვალოცვას და ღმერთმა გაუმარჯოს თვითონ მრავალშვილიანი ოჯახის მამა. აი და იმის მაგივრად რომ ამ სოფლებს მივანიჭოთ სტატუსი, სოფლებს მივცეთ უფლება, აირჩიონ თავისი გამგებლები. აირჩიოს სოფელმა თავისი სათათბირო. ისეთი ხალხის შემადგენლობით, რომელსაც ტკივა ამ სოფლის პრობლემები, რომელსაც დაეჯერება, რომელსაც გამოცდილება აქვს. ზოგს სოფლის მეურნეობის კუთხით აქვს გამოცდილება, ზოგს ეკონომიკის კუთხით, ზოგს იმის კუთხით და აირჩიოს რომ რაღაცა სათათბირო იყოს, რომელიც ამ წინადადებას თუნდაც რაიონის გამგეობას მიაწვის, რო იცი? აი ამ სოფელს უჯობს ასეთნაირად და რა იცი როგორც თქვენ ვიღაცა ინსტრუქტორს მიაჩნია. არ მიაჩნია ეკონომიკის სამინისტროს ყაჩაღთა ბანდას, რომ უნდა გაუყიდოს საძოვარი. სოფელს მივცეთ ამის უფლება, თავის მიწებზე, მიწების მოვლა პატრონობის უფლება. არა გაყიდვის, მოვლა პატრონობის. შეიძლება იმან გააქირავოს რაღაცა მიწა. და თუ ჩვენ ასეთნაირად არ მიუდექით და ყველანაირი უფლება ჩამორთმეული ექნება სოფელს, კი ხედავთ რომ აგერ იმ დღეს ჩამოთვალეს ხევსურეთის სოფლები, 3-4 კაციღაა დარჩენილი, ზოგან თითო და 2 კაცია დარჩენილი. იგივე ითქმის რაჭის სოფლებზე, თითზე ერთ ხელზე ჩამოსათვლელი ხალხიღა ცხოვრობს. და სადღაც 5-10 წლის მერე ეს სოფლებიც დაიცლება და რა? შემოყავთ არაბები? შემოყავთ ირანელები? იმის მაგივრად რომ სოფელის საძირკველი გაგვემაგრებინა, ყველანაირად მოუშალეთ საძირკველი. ბატონო ვაშა, თქვენ ახსენეთ ეკონომიკის სამინისტრო. და ასეთი კითხვა მინდა დაუსვა იმ ადამიანებს, პირველი მოადგილეა და კიდე არიან ბევრი ქონების მართვის სააგენტოში და იმაში. რომ ეძახიან ინვესტიციას ამ მოვლენას, როდესაც სოფელს წართმევენ თავისი ბოლო ლუკმის მწარმოებელ საძოვრებს, მშივრად ტოვებენ ამ ქართულ სოფლებს და იმ საძოვრებს და სასოფლო სამეურნეო მიწებს კატეგორიას უცვლიან და ყიდიან ამას უცხოელებზე, სადაც ისინი აშენებენ ათობით სახლს, რომ შემდეგ იქ დასახლდნენ და ეს ხო ინვესტიცია. აბა მე თქვენ კითხავთ ახლა, თქვენ ახლა 60 ოთახიანზე და 4 ოთახიანზე ნაკლებები ნარ გექნება და აღავლაბარაგობ კერძო სახლებზე. რომ გაქვთ 3 ოთახი. ერთ ოთახს მიყიდით ირანელს. ხო ინვესტიცია. ქვეყანაში შემოღებული. თქვენ 3 ოთახიანში ერთ ოთახში ცხოვრობს 17 ირანელი და 1-4 თქვენ კი იქნებით. პატარა ოჯახი. ორი ოთახში შემოგივათ ფული. ხო, ოჯახში არა, სახელმწიფოში შემოვა, საქართველოს შემოვა ეს ფული. აბა? ინვესტიცია. წარმოიდგინეთ თქვენი თავი. რო გაქვთ 2 სართულიანი, 3 სართულიანი სახლი, ახლა უარეს გეტყვით. ერთ სართულს რო გაკიდი 3 სართულიანიდან და მე მეორესაც რო მიაყიდი, ორმაგი ინვესტიცია ქვია მაგას სატომატირით. იცხოვრეთ ერთ სართულზე თქვენ და ორზე იცხოვრონ პაკისტანელებმა, გერმანელებმა, ახალზელანდიელებმა და სხვებმა. გააკეთებთ, რატო არაკეთებთ ამას? ინვესტიცია არის? რატო ხარ წინააღმდეგ ამ ინვესტიციის? და ფული არ არის ვერ გავიგე? იმ მიწებს კიდე უფრო კაპიკებში ყიდით თქვენ. მანქანის ღირებულების ფაში იყიდება 10 ჰექტარი და 20 ჰექტარი. თქვენი ბინები უფრო ძვირია. ისინი იქიდან უფრო მეტი ფული შემოგივა თქვენ. ისინი იყიდიან თქვენ ბინებსაც და მაქამდეც მივა ჩვენს უყალანი. თქვენ ნუ გონიათ რომ მოგოფერებიან. გამოყრიან ჯერ მიწებიდან, მერე სახლებიდანაც გამოყრიან. რისი თავი გვაქვს? რა ძალა გაგვაჩნია? ვის გაახსენდება მე ეკონომიკის მინისტრები ეს რო არიან ნაციონალური მოძრაობის პირველი დღიდან დანიშნულები და დღევანდელ მოსულები. მენდუკიციდან დღემდე ვის გაახსენდება ეს ეკონომიკის მინისტრები და მათი მოადგილეები? კი. ეგენი მარადიულ თანამდებობებზე არიან მენდუკიციდან დაწყებული თურნავები, ენუკიძეები და ესენი სულ მუდავი იმაში არიან. ბატონო ვაშა, მე მაინც ყოველთვის თავს ვიკავებ და ასეთნაირად დავაყენებ საკითხს საქართველოს პირველი პირის მიმართ, პრემიერ-მინისტრის მიმართ. ბატონო ირაკლი,
მე მგონი პირდაპირ ბატონ ბიძინას მიმართვები. ბატონი ბიძინას არის მარიონეტი. მე ვერ მიმართავ, იმიტომ რომ ამის უფლება არ გამაჩნია ვინაიდან მე ველაპარაკები კანონით განსაზღვრულ პირველ პირს და მე მინდა რომ მას კანონიერად მიმართულ ის უფლებას გამაჩნია და პატივისცემას გამოუხატო რამოდენიმე მისი გადაწყვეტილება დასავლეთთან თავის დაცვისა მაგალითად იმისა რომ გამოვიდა ადამიანი და ერთი თვის წინ თქვა რომ ფასები არის 86%-ით მაღალი. ამას გარკვეული მარტო გარკვეული მე რა შეიცვალა რომ არა რა შეიცვალა მეორე ამბავია მაგრამ ამას რო ამბობს უკვე მიგვიქს რა სიმართლე თქვა ადამიანმა და რახან ერთ სიმართლეს იტყვი მაინც მინდა რომ ასე მიმართო ბატონი ერაკლი ნახეთ როგორი მდგომარეობაა რა საქართველოში დაწყებული ზვიად გამსახურდიას დროიდან იქ შეიქმნა კონგრესი არ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და გამწარებულები იმიტომ რომ დამოუკიდებლობის აქციაზე ხელი ვერ მოაწერეს კონგრესის წევრებმა დაიწყეს იმის გაკეთება რაც შემდეგ დამთავრდა ხელისუფლების და საქართველოს დამხობით თვითონაც დაიღუპნენ უყველანი პოლიტიკურად და არაპოლიტიკურადაც მაგრამ მასეს გააკეთეს თუმცა იმ დროს მაშინ გამოცდილება არ ქონა საქართველოს ამ არჩევნების და სახელმწიფოებრიობისა და კიდე გაიგებს იმათ ამბავს 2008-ში ასევე დადგენენ ოპოზიციური პარტიები და დაიწყეს ესეთი ცივი სიცილი თვითონ რომ ძალიან ეხალისებოდათ იმ მანდატების დახევა პარლამენტში ვარ შევიდნენ შესულიყვნენ პარლამენტში კაცო ის ომი შეიძლება დაწყებულიყო ეს ასევე ეს 15 პარტია რო არის ხელი რომ მოაწერენ შესულელეს უსყოლებმა რომ მოაწერინეს ხელი იმ უმცირესობებზე და რაღაცეებზე ნუ იმათ ყოც არ მოიკითხებათ კაცო და ხა თვითლიკვიდაციაში არიან და კი ბატონო მაგრამ 800,000 კაცი ჯერ გამკვირვებია მიშელის რაღაც სისულელე დოკუმენტია იმ 800,000 კაცი გამკვირვებია მაგრამ დაუშვათ მაგრამ 800,000 კაცმა რო ხმა მოგცა 61 მანდატი რო აიღე ამხელა 40% დაიკავე ლამისთან თელ პარლამენტში 61 კაცი რომ ყოფილიყო პარლამენტში ასეთი რამ შეიძლება ოცნებას არ გაეკეთებინა იმიტომ რომ იქ ატყდებოდა ერთი ამბავი როგორც პოლიტიკური მართალია ისინი ბნედიანებიან ის ოპოზიციონერები მაგრამ მაინც თავის ბნედიანობას გამოიყენებდნენ რომ რატო აკეთებ ამას რომ ვიღაცა მაინც იტყოდა რა მაგის მთხრელიც არ დარჩა და ბატონო ერაკლი საქმე რა შეეცი ამით როგორ თქვა იმედ მოსემული გალაღებული საქართველოს ხელისუფლება იგრძნობა რომ დიდ შეცდომას უშვებთ და გონიათ რომ ეს იმდენ ფინანსურ შემოსავალს მოიტანს რომ რაღაცა წლები კიდევ გადაგორდება ვერ გადაგორდება ეს წლები ქართველებმა ეს ოპოზიციური პარტიები მოიშორეს თავიდან როგორც იქნა თავისივე სისულელების გამო და კარგია რომ ეს მოხდა ყველაფერი კაცო იმათ დიდი ბოროტო მოქმედება აქვს ჩადენილი მაგრამ ამ მიწების გაყიდვით თქვენ პრაქტიკულად ეჯიბრებით იმ ხალხს ავი საქმის კეთებაში საქართველოსთვის და ეს შედეგებს მოიტანს უმძიმეს აქ ლაპარაკი იმაზე კი არა რომ ოცნებას გადაირჩევენ 3 წლის მერე და თქვენ ვიღაცა მერე პასუხს მოგთხოვთ როგორც თქვენ წინა პრემიერ-მინისტრს პასუხი თქვენ რომ მოთხოვეთ ამაზე კი არა ლაპარაკი აქ ამ შემთხვევაში მე თქვენზე კი არ დავდო სამშობლო იყო ჯანდაბამდე გზაგონია ყველა ხელისუფლებას პოლიტიკური ძალები აღარ არსებობენ იმათ მართლა ჭირდებათ 2-3 წელი რომ უკვე ახლებურად დაიწყუნა ფიქრი არავინ აღარ არსებობს ისინი აღარ არსებობენ იმათაც აღარ აფინანსებენ მიზარჩნენ და არავინ აღარ არის აქ რომ დაიწყოს ამ საკითხის გამოარეულობა ან ეხლა რომ აზერბაიჯანი და თურქეთი და სომხეთი რომ თელ ტრანზიტს რო თავის გეგმაზე აწყობენ ის სამივე ქვეყანა ჩვენ ერთდროულად შემოგვიბრუნდება და იმ ფულის შემოსავალს ჩვენ იმათგანაც ვეღარ მივიღებთ უკვე ამას დაემატება ხალხის უკმაყოფილების და საქართველოს დარჩება ხელისუფლების გარეშე თქვენს გარეშე ხო დარჩება და უპატრონ დარჩება და დაგფილიან და დაგფლეთავენ ჩვენი მეზობლებს და ღირსებიც ვიქნებით კაცო მიწას რო ყიდი და ოპოზიცია რო ხმას არ ამოიღებს ამაზე მე ვლაპარაკობ იმ ნაციონალების მიგევნილ მთელ ოპოზიციაზე იმათ ნამსხვრევებზე ამ ხელა ჭუარო რა გაქვს დავში პოლიტიკურად მაინც გამოიყენე მაგდენ ტვინიც არ აქვს ისინიც ყიდნენ მიწას და იმიტომ ხო ბენდუკიძემ დაიწყო აქ დროს დაიწყო ერთლარად მიწების დარიგება ქართული მიწების და ობიექტების გააქვთ უფლება მართოთ საქართველოს სახელმწიფო კანონმდებლობის ჩარჩოებში მაგრამ არა გაქვთ უფლება თქვენ გაწიროთ საქართველოს და ქართული ხალხი ამ მოქმედებით თქვენ წირავთ სამარად ჟარმოთ თელ საქართველოს აქ ლაპარაკი აღარ არის თქვენ წარმოვიდგინეთ ის დანაშაულიც კი ამას ყდორი დაგვაკარგინა ქსნის ხეობა დაგვაკარგინა ქართლის მთიანეთი და აფხაზეთი დაგვაკარგინა რაც მოახდინეს 2008-ში და კიდე 1993-ში იმ ძველმა ხელისუფლებებმა იმ მიწების დაბრუნების უფლება ჩვენ ყოველთვის გექნება დღეს არა ხვალ არა მომავალ საუკუნეში შემდეგ მაგრამ გაყიდული მიწის დაბრუნების უფლება აღარ გვექნება აღარასოდეს ბოლო ფანჯარაღაა დარჩენილი აი ახლა
1-2-3 წელიღაა დარჩენილი იმისთვის, რომ ახ მე მარტო მიწების გაკეთებაზე ვლაპარაკობ. მე ხლა არაბულ ქალაქებზე არ ვლაპარაკობ. ჯერ მანდ არა ვარ მოსული, იმიტომ რომ ეს თემა ჩვენი გადაცემის თემა დღეს არ არის. დღეს ქართულ სოფელზე უნდა ვილაპარაკოთ. ეს ქალაქები რომ ქვია არაბული ორი ქალაქი, ის სხვა თემაა და სხვა რამაა გასაკეთებელი, ამაზე არ ვსაუბრობთ, ვლაპარაკობთ სოფელზე. მაგაზე ბევრჯერ ვისაუბრეთ. ხო, ვისაუბრია და ახლა არ გვინდა რომ უბრალოდ ამ თემას დრო აღარ გვოყოფა შემდეგ. მინდა რომ სოფელზეც გადავიდე, რაც ბატონო ვაჟამ თქვენ უკვე მოგითხროთ. ქართული სოფელის განადგურება და ამ მიწების უკან დაბრუნება ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ განადგურებისაგან და მიწები რომ დავიბრუნოთ, რომ სანამ კიდევ დროა, სანამ ჯერ კიდევ იმდენი არ გაყიდულა დაეყრდნოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი კონსტიტუციის ჩანაცვლას, რომელიც მან შეიტანა 2017 წელს სვავსები კონსტიტუციაში, რომ მიწის გაყიდვა განსაკუთრებული შემთხვევების გარდა არ შეიძლება. განსაკუთრებული შემთხვევა რა არის? ქარხანა როცა შენდება, ან კოსმოდრომი რო შენდება, ეს მართლა განსაკუთრებულია და ამას ხალხი დაეთანხმება. პორტი რო შენდება ნაკლიაში, იქ მიწა უნდა გამოყოფილიყო ვეთანხმებით გამოიყოს მიწა, რომ პორტი აშენდეს ის რაც პორტს ჭირდება. კი ბატონო. მაგრამ უცხოელების დასახლებების აშენება რომ არ შეიძლება, უნდა დაეყრდნოს დღევანდელი ხელისუფლება თვითონ მის მიერ კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებას, გამოაცხადოს ამ მუხლის დარღვევა და კიდევ ორი კანონის დარღვევა, რომელიც ოცნების წინა შემადგენლობამ ჩაიდინა და უკვე გაყიდული მიწები ფულით გამოუსხიდოს უკან. არაბებისგან, ირანელებისგან და ყველასგან მიწის კი ნაყიდი აქვს. იმ ხალხს ჩვენ აუხსნით, ვეთქვით რომ კონსტიტუცია დაირღვა, კანონები დაირღვა და ჩვენ გვაქვს ორი წელი ეს რომ გავაკეთოთ. სახელმწიფოს გააშლი იმდენი შემოსავალი და ფული ბიუჯეტი გადაჭერებით შესრულდა, წელსაც შეიძლება იგივე იყოს. ანუ ეს რამოდენიმე ათეული მილიონი არ ჭირდება. 220 მილიონი არ ხრეთ, კაცო, იმაში ღვინო რო აღარ დგება იმ ყურძნის რთველში ყოველ წელს წერს რომ გადაყარეთ. რაღაცა სტადიონს აშენებთ მილიარდამდე ლარი ჭირდება. გამოიშყიდეთ ეს მიწები, კაცო, არ შეიძლება. ქუთაისში სააშენეს 168 მილიონი გადაყარეს პარლამენტის შენობა. ბაყაყები ყიყინებენ იქ. და არჩევნში კიდე რა გააკეთე. მაგრამ მე ვფიქრობ დათო რომ აქ პრობლემა გაცილებით უფრო ღრმა, ვიდრე შეეხებოდეს მარტო უბრალოდ ქართული მიწების, გაყიდული ქართული მიწების დაბრუნებას. მე ვფიქრობ რომ ეს ხელისუფლებაა თვითონ გამყიდველი და გაყიდული ხელისუფლება, რომელიც მათ არა აქვს უფლება საქართველოს გაწირეო, ეს სხვა საქმეა, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ესენი ასრულებენ უცხოური არაქრისტიანი ძალების დაკვეთას. აი ესე უნდა იყოს თვითონ თვითონაც დაიკვებიან და ჩვენს დავიკვებიან. არ შეასრულონ, ჩვენ მოუწოდებთ, მაგრამ მე კიდე გიმეორებთ რომ ეს არ არის შეუგნებელი და სპონტანური პროცესი, ეს არის გეგმიური პროცესი, გარკვეული ძალებისა, არაქრისტიანი ძალებისა, აქ მარტო არაბიზაციაზე არ არის ლაპარაკი და ირანიზაციაზე და ჩინეთიზაციაზე და ასე შემდეგ. ეს არის მსოფლიო გარკვეული ბოროტი ძალების დაკვეთა ქართველი მართლმადიდებელი ერის განადგურებისა. აი აქედან უნდა გამოვიდეთ ჩვენ. და აი ამ დაკვეთას ასრულებს ხელისუფლება, რომელიც ითამაშებს ქართველი ერის მესაფლავის როლს და თვითონ თუ გონია რომ ბედნიერი დარჩება, ძალიან ცდება. ღმერთი ყველა დასაჯა, ვინც ქართველ ერს უღალატა. და სარწმუნოებას ვინც უღალატა. და სარწმუნოებას ვინც უღალატა. იმიტომ რომ ქართველისთვის ქრისტიანობა და ქართველობა სინონიმური ტერმინებია. როგორც პიეტრო დელავალე წერს, სხვათა შორის 1621 წლის 21 სექტემბრის წერილში რომის პაპ ურბან ვერბეს. ქართველობა და ქრისტიანობა არის სინონიმური ტერმინებია. და ამიტომაც ამ ჩვენი მტრების დაკვეთას ნუასრულებთ ხალხო. ნუასრულებთ. როგორც უფალი სამშობლო ერთია ქვეყანაზე და მიხედეთ ქართულ მიწაწყალს და ეს მიხედვა დაიწყეთ უპირველესად ქართული სოფლიდან, ქართველი გლეხიდან, იმ უბრალო ადამიანიდან, ვისაც კიდევ შეუძლია ის ქართული პამიდორი, ქართული კიტრი თუ ვაშლი მოიყვანოს. და ისეთი პოლიტიკა შეიმუშავეთ სოფლის მეურნეობისაც, რომ არ შეიძლება იმაში გორში და ქარელში შენ ირანიდან შემოტანილი მწვანე ვაშლით ჩაკეტო ქართული ბაზარი. არ შეიძლება შენ როდესაც ბოსტნეულის რაიონებში შემოგაქ სომხეთიდან შემოტანილი სტაფილო. არ შეიძლება ეს პროცესები. პირიქით ხელი უნდა შეუწყო ქართულ სოფელს, რომ თავისი აგრარული
მეურნეობები განავითარონ გლეხებმა. პირიქით გახსენით პატარა საწარმოები, ეკოლოგიურად სუფთა წარმოებას ნახეთ როგორი ფასები აქვს უცხოეთში. რატო ვთქვი წერან რომ უამრავი ქვეყნის ექიმები ამბობენ რომ ეკოლოგიური დაავადებებით საქართველოს ყველაზე წინ დგას მსოფლიოში. ღმერთმა დაგვიფაროს ყველა, ხო? რომ სოფლის მეურნეობა განვითარდეს, სოფლები განვითარდეს, სოფლებს მიანიჭეთ სტატუსი, სოფლებს მიეცით უფლება თავისი გამგებელი თვითონ აირჩიონ. და არ დანიშნოთ ვიღაცა ბოზები და ჩათლახები, ვიღაცა უტვინოები, უცოდინრები. რომ სოფელი გადარჩეს. შეხედეთ ისტორიას, შეხედეთ ჩვენი სამართლის ძეგლებს, ეს ვახტანგ მეფშის სამართალი თუ სხვა იქნება. შეხედეთ ქართლის ცხოვრების მემატიანეებს, შეხედეთ ჩვენ მწერლობას. თუ კი გაწყდა გლეხი კაცი საქართველოს დაძაბუნდესო არა? სასაც ისრო ბაადურ ციციშვილს რო ათქვევინებს არჩილ მეფე. ეს შემთხვევითი კი არ არის. როგორ უფრთხილდება გიორგი სააკაძე ქართულ სოფლებს იქ საბაჟოის რეფორმასავით რო დაიწყო მაშინ. და როგორ გააძლიერა ის ქართლის სოფლები რომ 60,000 თურქს მოუგეს სხელტის ჭალის და ტაშისკარის ომები. 10,000-მა გლეხმა, კალთისხეველმა, ლამისხანელმა, ნოსტელმა, ხანდაკელმა, მეტეხელმა, ქვემოჭალელმა 10,000 კაცს ვერ შეაგროვა და ნახვეტარას ველზე მოუგეს, იმიტომ რომ ძლიერი იყო სოფელი. სოფელი ფეხზე იდგა და დააყენეთ ეს სოფლები ფეხზე. თქვენ ეს შეგიძლიათ რომ გადარჩეს საქართველო, მით უმეტეს სასაზღვრო ტერიტორიები, მაღალმთიანი სოფლები. იქ მარტო იმისი, რა ქვია, მობილური ანტენების დადგმე არ შველის საქმეს. აქ საჭიროა კანონმდებლობის შეცვლა. კანონმდებლობის შეცვლა, ხელშეწყობა სოფლებისთვის, თორემ ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლის განიცლება საბოლოოდ საქართველოს. რომ ის უცხოეთში წასული ქართველობაც ჩამოვიდნენ, სოფლებში თუ შექმნით თქვენ პატარ-პატარა საწარმოებს, ხილის გადამუშავებელი თუ ხილბოსტნეულის გადამუშავებელი პუნქტები იქნება და პატარა ტექნოლოგიური ხაზები. რძის პროდუქტების გადამუშავებელი პატარა საწარმოები თუ შეიქმნება, ყველა ჩააბარებს იმ რძესაც, იმ ბოსტნეულსაც, იმ ხილსაც. და აქ გამოუშვათ ეს ყველაფერი. ქართული წარმოება ავაღორძინოთ სოფლებში, ის პატარ-პატარა წარმოებები, რაც არსებობდა. პატარა წვენების და ლიმონადის ქარხნებით დაწყებული. ხილის მიმღები პუნქტები არსებობდა, ხო? რომლებიც მერე საკონსერვო ქარხნებს აბარებდნენ ამ ხილს და იმას. ავაღორძინოთ ეს სქემა ისევ. მაგრამ ამას სათავეში უნდა კონდეს ის, რომ სოფელს უნდა მისცეთ სტატუსი, სამართლებრივი სტატუსი, რომ სოფელმა თვითონ ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, თორე თუ ეხლა თქვენ აშლიგინეთ როგორც მაშინ, უშიშროება ცალკე, პროკურატურა ცალკე, პოლიცია ცალკე, თვითონ თქვენ ცალკე გამგეობამ და იმან იშლიგინა, არაფერი არ გამოვა. სოფელს აარჩევინეთ სოფლის თავები, თან გამოწვევის უფლებით. თუ იმან ერთ წელიწადში თუ წელიწადნახევარში ვერ დაიმსახურა, სოფელს კონდეს უფლება რომ გადააყენოს და სხვა მოიყვანოს. და ასევე სოფლებში შეიქმნა სათათბიროები, რომელიც სოფლების პრობლემატიკაზე იმსჯელებს და გადაწყვეტს. ამით მიმართავს როგორც რაიონის ხელმძღვანელობას, ისე ზემდგომ ხელისუფლებას და სამინისტროებს. და ამის იურიდიული უფლება ექნებათ მათ, მოითხოვონ რაღაცა, თქვათ, გზის გაკეთება, რაღაცა წყლის გაკეთება. დღეს მარტო ტენდერებს რო აცხადებთ და უხარისხო კეთება ყველაფერი. გზა და კვალი აღარ იქნება ესე. შეფასებელი თვითონ სოფელი უნდა იყოს. ღირს ამ ჩაბარება თუ არა. მიღება ჩაბარების აქტზე თვითონ სოფელი უნდა აწერდეს ხელს. აი ეს სტატუსი უნდა დამუშავდეს იურიდიულად და ეს უნდა მისცეთ, რომ გადარჩეს სოფელი, რომელზეც დგას საქართველო. ყველაფერს დაამატებთ. დავამატებ ბატონო ვაჟა. თქვენ ახლა მოისმინეთ ორგანიზაციული მოწყობა ქართული სოფლის და ქართული თემის. იქ თვითონ სოფელი გადაწყვეტს, ვინ იქნება ხელმძღვანელი გარკვეული პერიოდი, მას ექნება სტატუსი, რაც ასევე ნიშნავს შემდეგსაც. იურიდიული სტატუსის მქონე
სოფელს და თემს შეუძლია რომ საკუთრებას გააჩნდეს. რა საკუთრება უნდა გააჩნდეს მათ? საძოვარი, სახნავ სათესი, რომელიც ეკონომიკის ბალანსია ახლა, ტყე, წყალი, გააკითხვის უფლების გარეშე, ჭალები, მდელოები. გააკითხვის უფლების გარეშე უნდა რას კი გადაურჩა ამ ქვეყანას. და ასევე ისტორიულ-კულტურული ძეგლები სოფლის ტერიტორიაზე რო არსებობს. და უნდათ ახლა გააკიდონ და 1000 ვიღაცა ვიგინდა რომ ჩაიგდოს ხელში. ეს უნდა გადაეცეს სოფელს და თემს. სადაც მას ექნება უფლება, თქვა საძოვარი გადაგვეცა, გადმოგვეცა 1000 ჰექტარი პირობითად ახლა ხევსურეთში ასადმი. არ ყავს ამდენი საქონელი, ხო? და ჩვენ ყოფნის 150 ჰექტარი. 850 ჰექტარს სოფელი გასცემს იჯარით. ის იჯარა შეიძლება აიღოს სოფლის მაცხოვრებელმა, თბილისის მაცხოვრებელმა, უცხოელმაც, გინდა არაბმაც, უკვე პრობლემა აღარ არის. ნებისმიერ კაცს ადგილობრივს თუ უცხოელს შეიძლება რომ აიღოს იჯარით მიწა და გააკეთოს იქ ბიზნესი, აგრარული ფერმა იქნება თუ წარმოება იქნება, გააკეთოს ბატონო და იჯარის ფული სოფელს გადაუხადოს. ეს ხელშეკრულება იგულისხმებს შემდეგს რომ მე შენ გაძლევ 10 წლით მიწას რომ ყურბალი მოიყვანო ან საქონელი მოაძოვო? არაბი იყავი ბატონო, ვინც გინდა ირანელი, ვინც გინდა ის იყავი, პრობლემა არ არის. უკვე ჩვენ ამის წინააღმდეგები აღარ ვართ. მაინც სიფრთხილე უნდა უცხოეს ეს სპონდორია, მაგრამ იჯარით გასვლა ნიშნავს რომ ხელშეკრულებაში რაც წერია შენ პროდუქცია მოიყვანო, ისაა მარტო შენი გაკეთების უფლება. იქ ვერაფერს ვერ ააშენებ, შენ და ვერ იცხოვრე ვერანაირად. თუ არ მოიყვან ყურბანს, ხელშეკრულება წყდება, სხვაზე გავცემ იჯარად. იჯარი. და ეს არის აღარ იქნება საჭირო, თვითონ სოფელი იშრომებს და აი ამას იყენებენ რომ სოფელში ეზარება, ჩრომბა, არაფერს და რატო კი არ ეზარე, ამ ხალხს ეზარება უცხოეთში რომ მიდიან, ეს ხალხი როგორ მუშაობენ არის ისედაცო. და ამ ხალხს რა სახში არ უმუშავია და ვერ იმუშავებენ თუ რა, მოაბრალებთ რომ გაზარმაცებული არაფერი გაზარმაცებული, ფასი დაუკარგეთ ქართველი გლეხის შრომას. ხო, შემოყარეს ყველაფერი უცხოეთიდან ნაგავითან. და იმიტომ არის ფასები მაღალი, თან უღარისხობა და ახლა მიმართო პრემიერ-მინისტრს. ის კომისია მაგას ვერ უშვებს, ბატონო ირაკლი. ის კომისია რა შექმნით, ვერაფერს ვერ გააკეთებს, თქვენ წარმოიდგინეთ რა. აი ეს არის საჭირო. და არა რაღაცა ის ფასები რატოა მაღალი. შენი ეროვნული პროდუქცია უნდა გაიზარდოს. შენი ეროვნული პროდუქცია სოფლის მეურნეობის და თავისი დარეგულირება ფასები, როცა გლეხურ მეურნეობის განვითარებას შეუწყობ ხელს. არა, იმას კი არა აწარმოე საქართველოში კლანური მმართველობა რო გაქვს და თავის მაცნობებს აძლევენ ამ ხელა გრანტებს და იმას. იმ მეცნიერების არ იყოს როგორც რუსთაველის ფონდის ყაჩაღები აკეთებდნენ სამუშიადან დაწყებული დღევანდელი დამთავრებული. უნდა რეალობას შეხედოთ. რეალობას რა ხდება სოფელში, რომ სოფელი გადარჩეს და საქართველო გაძლიერდეს. ჩვენი გადაცემა სამწუხაროდ დასასრულს მივახლოვდა. ჩვენ მომავალ